ელამშვიდობის გოგოებო, მოგორხართ. მოგკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. ხომ ხართ კარგად? გისურვებთ წარმატებულ დღეს. აქ ქუში ყველაფერი იყო დაწკრიალებული. ეხლა ყველაფერი არის არეული. დარეული. წუთში შემოვედი სამზარეულოში. გუშინ დავიყვანე გოგოებო და ვერ მოვასწარი რა აგვიანი იყო. რა მოსწრება უნდოდა და დამეზარათ მების გასწორება. ცუდად არ არის ხო? ხო, დამეზარათ მების გასწორება და დავიწინე. ძალიან ცხელა. სიცხემ გამაღვიძა, მიყვარს მე ესეთი ამინდები და ესეცივეებს მიჩევნია. კარგია, აბარა. ზაფხულს უნდა ეტყობოდეს, რომ ზაფხულია. ხო, ეხლა ესენი მოვალაგოთ ერთად. ნახეთ. კი არაფერი ეხლა შავარაკი. ესე. უცბად. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რა, ჩემი სახლიდან გარეთ გასვლა შეიძლება საერთოდ. მაგრამ მაინც ვეძებ სამსახურს. რას ნიშნავსო ვეძებო სამსახურსო, რას ელოდებიო. ესე მომწერეს და რო ვფიქრობ ხოლმე ღმერთო ჩემო. ადამიანები, არ ვიცი, ჩვენ თავს, ჩვენ შრომას ვფიქრობ, რომ არ ვაფასებთ. და მე გვინდა რომ სხვამ დააფასოს. შენ თუ შენ შრომას შენ თვითონ არ აფასებ, შენ თავს არ აფასებ, სხვა არ დაგაფასებს. მაგისი მოლოდინი ნუ გექნება. ნუ გექნება მაგის მოლოდინი. როგორ სამსახურსაც ვეძებ, ეს მე ვიცი. მე ვიცი. რაც მეკუთვნის. თუ ვერ ვიშოვე ეგეთი, მე ვმუშაობ ისედაც. უბრალოდ მცირია ეს და მინდა რაღაცა კიდე დამატებითი სამსახური, მაგრამ თუ ვერ ვიშოვე ისეთი, როგორც მე მეკუთვნის. მე რომ მეკუთვნის ისეთი თუ ვერ ვიშოვე, არ გავალ გოგოებო. არ ვიმუშავებ საერთოდ. აი როგორშიც ვმუშაობდი, ეგეთში არ ვიმუშავებ. ხო გეუბნებით, თან ვფიქრობ ღირს საერთოდ, ჩემი გარეთ გასვლა ზამკაცის პატრონი. ნიკა ადგა დილით წავიდა, ნიკა უკვე დიდი ბიჭია და მე ახლა ვერ დავუწევ, რომ მოდი ცოტა ხანი მათე დაიტოვე და არამცალია და გასასვლელი ვარ და სამსახურში მაგვიანდება და ვერ. იარდა წავიდა, ნიკა ადგა წავიდა, მე და ძიმი მოგვიწია ვაცსაპში. ეხლა მაგვიწია სინავს ჯერ არ ადგა. აქ ამდენი საქმე. მაგრამ ადამიანი აქტიური რო ხარ შინაგანად და რაღაცა რომ მაინც არ გასვენებს და კიდე უფრო გინდა რომ კიდე უფრო გააქტიურდე, გარეთ გახვიდე, აი ეგ მაქვს შინაგანად გოგოებო მე. თორე ახლა თან ვმუშაობ, ხო? სახშიც ვმუშაობ. პლუს სახლის საქმე და პლუს YouTube. მაგრამ ჩემი არის გარეთ გასვლა. გარეთ გასვლა ძალიან მიყვარს. პანიკური გავიცალებ. ზოგჯერიც როგორ დამღრის ხოლმე, აი ძალიან რა და
აღარ მინდა ხოლმე. ხო და სიამოვნებს ხოლმე რომ ჩემ ჭრილებს ვუყურო. აი ესეთ მდგომარეობაში როგორ შეცარი ესე. ხო, რას ვამბობთ? მაგის რო დადგება, მათე რო გახდება თუ რამეთი წლისა რო გახდება მათე, მაგის რო დადგება. ჯერ არის 9 წლის. 10 წელში ალბათ. მანამდე ესე ვეძებოთ. არა, იქნება მანამდეც დადგეს მაგის დრო, არ ვიცი როგორ შეიცვლება, ხო არ ვიცით გოგოებო. როგორ შეიცვლება მდგომარეობა, სიტუაცია, აბსოლუტურად ეს ყველაფერზე არის დამოკიდებული. დილით რომ შიოდა, ეხლა საერთოდ არ მშია, ნახეთ. ხან ესე არ ხან ისე და მომატებას ვინ მატყობს, აბა, ვინ არის მაგარი გოგო, ვინ მატყობს რომ ზუსტად 3 კილო მაქვს მომატებული და ვერ ვიწონებოდი ხოლმე რაღაცნაირად, რა ვიცი, დილით ხან რა და მე მავიწოდებოდა და დღეს ავიწონე დილით და ზუსტად 3 კილო მაქვს მომატებული გოგოებო და სხვათა შორის მომწონს. აი ეხლა აღარ უნდა გავუშვა, არც მაღლა, არც დაბლა ეს წონა. ესე უნდა დავაყენოთ, დავარეგულირო. მართლა ძალიან მყავი. ნუ ჩემ სიმაღლესთან ეგრე გამოვიდა და ჩემ აღნაგობასთან. შეიძლება მარტო სიმაღლეც არ არის, აღნაგობა, არ ვიცი. მაგრამ მესახე მიხდება რა და ძალიან და არაფერს არ ვიკეთებ თან სახეზე, ხო იცით თქვენ? არანაირი ჩარევები არ მაქვს მესახეზე გაკეთებული და მე ძალიან მიხდება ხოლმე უკვე სახე. ტანიც სხვათა შორის, არა, ტანიც მხრები. ტანიც მიხდება, მარტო სახე არა. ერთი სიტყვით ჩემთვის იყო ეგ დაბალი წონა. ეხლა არის კარგი. ეს მომწონს. სახე მომწონს ძალიან, ეხლა როგორც მაქვს, შემივსო. ხო ატყობთ? აი შემივსო სახე. ხო და ეს მომწონს. ავა მინდა და ესე დავბორიარო. ავა და ყავა მოვიდუღოთ, ეს გამოსაცვლელია რა, ეს დილო. ეს დილო უნდა გავეცხო და სხვა მოვიტანო. არის სუფთა. ხო, რითი მოვიმატე ახლა? ვის აინტერესებს მოვატება ვის გინდათ? თხილეული, მზეს უმზირა, ბოლოს ახლა დავიწყე ჭამა მზეს უმზირას, არ ვყიდულობ ხოლმე მე, დიდად არ მიყვარს და მაგიტო. ახლა რაც დაბლა გავდივარ ბავშვთან ერთად, ვყიდულობ. თხილეული, მზეს უმზირა. დატკბილებული. აი მაგითი. მაგან მომამატებინა ეს 3 კილო. აღარ მინდა, всё. მოჩა და დამთავრდა. ეხლა დილით მე ძალიან მიადვილება იოგურტი გოგოებო, თან კიდე ეს არის ძალიან კარგი კუჭისთვის. აი ძალიან კარგი. ეხლა რამდენიმე ყავს ამაში ჭამე. თან ადვილია რა. კბილი როა, მაწონიც მაქვს, მაგრამ მაწონი არ მინდა. ძალიან გემრიელი. უგემრიელესი. აი ყავასაც ძალიან მოუხდება რა. ისეთია.
მოხდეს ჩვენი ყავა. ძალიან გემრიელია. და აი კვერცხი მაგალითად ჩემთვის არის შუადღის საუფრო რა. სადილი ვებჭამდილით. ჭა, მაგრამ მე ცუდად ვარ. თითქოს მამძინებს. ეს არა. ხოდა ესეთი ამბები, უკვე ვიცი როგორ მოვიმატო, როგორ დავიკლო ყველაფერი ჩემ თავზე. იდეალურად. მაკიაჟიც დავიკეთე დღეს ზოგჯერ ძალიან მომინდება ხოლმე, მაგრამ წარვის მანქანა რო დამავიწყდა არა უშოსე. ახლა წავიკითხოთ კომენტარები გოგოებო, იქით გავიდეთ. ჩივირო დამახველა. ეხლა მე ამას შევატან შოკოლადს. ოფ, დამიქცა ცოტა. მოვედი ავანთო ჩემი სანთელი. ბანანი არ მაქვს. არა უშავს. არ მაქვს და არა უშავს. ახლა ვნახოთ. გუშინ მომწერა ერთმა გოგომ, რომ თავსიტყუებს სოფელი მოგენატრაო. და წავიკითხოთ ერთი კომენტარი პასუხი მინდა გავცი. სოფელი ხომ აქვს თუ მომენატრა. ვერ წავალ, თუ რა. მინდა მიშლის. წავალ. ისედაც. მათეს არ უნდა. მეუბნები წავიდეთ მეთქი და არ უნდა.
აქ ძალიან ერთობა. მინა წერს ესეთ რაღაცას და ჩემი ტელეფონი ძალიან არის დაფშხალული, ძლივს ვკითხულობ, მაგრამ ესე ვკითხულობ ხოლმე. ჟანა ძვირფასო, იმედია არ გეწყინება ჩემი თვალით დანახული ჟანა, რომ აგიხწერო. შენ თავად ისტრესავ თავს, იმიტომ რომ იცი დანამდვილებით, რომ სოფელში მართლაც ბევრად უკეთ იყავით. მენტალურადაც ბევრად ყარად იყავი იქ უფრო ხალისიანი, ღიმილიანი, ხანდახან ძლიერ გოგოს თამაშობ, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი ჩვენნაირი სუსტი გოგო ხარ. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, მაგრამ ძლიერი, სუსტი მართლა არ ვარ. რატო გოგონია, რომ შენ სუსტი ხარ, ჩემო კარგო. ჩამიქრა ტელეფონი მოკლედ რა. არ გინდა ძვირფასო გოგო ნიღაბი. იყავი ის რაც ხარ. აღიარება არ გინდა, რომ არაა თბილისი შენი. თბილისი არის ჩემი, ჩემო ძვირფასო. თბილისი ნამდვილად ჩემია, ძალიან მიყვარს საქაურობა. მე შემიძლია ეხლა სახლი გავყიდო და დავბრუნდე გორში, წავიკითხო და ბოლოს ვილაპარაკოთ. არც არავინ დაგძრახავს. მე თბილისში დაბადებულ გაზრდილმა ვთქვი უარი თბილისზე, ქაოსზე, ზუსტად მაგ ყველაფერმა დამყარა. თითქოს ციხეში ხარ, თითქოს დამწყდეული ხარ. მათ ფართით გაირთო თავი, არის ცილით გაირთო თავი ალბათ. და არც აღიარებ. იმედია არ დაბლოკავ ჩემს კომენტარს. თუ დაბლოკავ კიდევ, შენი საქმე შენიცი. არ შეგწყვეს იმის, რომ აღიარო ესა თუ ის რაღაც. გამოგივიდა თუ არა. პირიქით, სოფელში ლაღი იყავი და იყავი ისევ იქ. იბედნიერე შენი ოჯახით, შენთვის იყავი ბედნიერი და არა სხვისით. სხვის დასანახად, მე პირადად არავის ჩარიცხული 20 თეთრიც არ მინდაო. ეს საერთოდ რავი რა კავშირში იყო ამ კომენტართან. იხარე შენი ოჯახით. კიდე მეორე კომენტარსაც მწერს ეს გოგო. ჩემი აზრით სოფელში ცხოვრება გეჩინა, რადგან იქ შრომობ შენ მოყვანის ჭამ. ფართი გაქვს. მე დავკეტე სახლი თბილისში და გადავედი კასპში. მით უმეტეს რომ თბილისში დავიბადე, გავიზარდე. ის მაინც ვიცი ჩემს მოყვანის ჭამ. ქათმები, ღორები, ვიყიდე ქათმები, ღორები ვზრდი მათ. ახლო სოფელია, მეუღლე მიდის მოდის თბილისში ყოველდღიურად. ვიღაცის მონობას და 50 კვადრატში ამოხუთავს ჩემ სოფელში ყოფნა მიჩვენია. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე აქ სახლი და მშვენივრად ვარ სოფელში. ბავშვების ბევრად ლაღები არიან. ბაჭიებთან და სხვა ცხოველ ფრინველებთან ურთიერთობით. ჩემ ქმარს დავცინი ვარ ხოლმე სოფლიდანაა და ვეუბნები სოფლელები გიждებით ამ აკოთებულ თბილისზე თქო. ესეთი კომენტარები მომწერა ამ გოგომ. ახლა ნახეთ პირველი. არ მწევს პირველ რიგში. გოგოებო, მე სოფელში გავიზარდე. ჩემზე კარგად ვინიც. რამდენი წელია ნეტა ეს გოგო რაც გადავიდა, აი არის საკითხავი.
წერს ხო რამდენიმე წლის წინ. ხალისობს. მე გავიზარდე სოფელში. მერე გავთხოვდი ქალაქში. გორში ვიცხოვრე რამდენი წელი? 10-12 წელი ვიცხოვრე გორში. მერე მართლა რო დავიყარე, ოღონდ რითი იცით. ძალიან პატარა ბინა გქონდა. დამღალა სივიწროვე. ქალაქმა კი არ დამღალა. სივიწროვით დავიყარე. ვფიქრობდით გორში იმ მომენტში დიდი სიამოვნებით გადავიდოდი გორში კერძო ბინაში, მაგრამ გორში კერძო ბინები არის ძალიან ძვირი. რა ვიცი, თბილისის ფასებს არ ჩამოუვარდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბინები არის და მაშინ დასანგრები უნდა იყიდო და მიწა იყოს და ააშენო, ხო? ეგრეთ ძალიან ძვირი გამოვიდოდა და ან კიდე იქ არის დასახლება ბარაკებისა, ან იქ უნდა გეყიდა და იქ არის ჭაობი, სინესტე და მე იქ არ მინდოდა, თუმცა დასახლება ხალხი ცხოვრობს, ბევრი ცხოვრობს. ამიტომ გავყიდე და თან ვიფიქრე, რომ დავისვენებ მეთქი რა სოფელში და გადავედი ხიდის თავში. გაყიდვები არ მიჭირს, ხო ხედავთ. გადავედი და ვიცხოვრე ხიდის თავში 5 წელი. არ ვიცი ახლა თქვენ მომწერე ერთი ნიაკო რამდენი წელი ცხოვრობ კასპში. 5 წელი ვიცხოვრე მე ხიდის თავში. ღორები არა მყავდა, მაგრამ კადმები მყავდა და სხვათა შორის მოაქვს კი სიხარული მოაქვს ნამდვილად. ისე მომწყინდა, ისე მომენატრა ქალაქი და ისე მომწყინდა სოფელი, რომ ქირით წამოვედი თბილისში. ანუ მათ სხვადასხვა ფაქტორებიც იყო, რა თქმა უნდა, მარტო ის არა, რომ მე მომწყინდა. გია ისეთ სამუშაოზე მუშაობდა, რომ ფაქტიურად ვეღარ ვხედავდით ერთმანეთს. მე აპირებდა, რომ სხვაგან წასულიყო უცხოეთში, მე ეს არ მინდოდა და ვიფიქრე, რომ უნდა მეცა და თბილისში წამოსულიყავი და წამოვედი კიდეც. ზუსტად ვიცი გოგოებო, აი დანამდვილებით ვიცი, რომ მე იქ ვცხოვრობ, სადაც უნდა ვიცხოვრო. მომწონს ძალიან აქაურობა, არ ვიცი რატო გონიათ. ეხლა ადამიანმა შეიძლება რაღაც მომენტში ყველგან მოიწყინოს. თბილისში, სოფელშიც და სადაც არ უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ რაღაცნაირად ზოგჯერ ხოლმე გარემოს შეცვლა გვჭირდება. და როგორ ლამას სახშიც არ უნდა ცხოვრობდე და სადაც არ უნდა ცხოვრობდე, გით სოფელში, გით ქალაქში, შეიძლება მოიწყინო, ხო? და კი არ მოიწყინო, უფრო ისე რომ ვთქვათ, მე არ ვიწყენ ხოლმე, უბრალოდ მინდა ხოლმე სადმე გასვლა და ეგ ვთქვი ვიდეოში. რომ სად გავიდეთ თქო, ანუ თბილისთან ახლო-მახლო მიჩემნია ხოლმე რა, ეხლაც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად სადმე უნდა გავიდეთ. მთელი ოჯახი. ანუ მე ვიპოვე ჩემი ადგილი. და სოფელი კიდე ჩვენ გვაქვს. ჩემ მოწვიფასება, ხო იცით შაშამ, მთელი ზაფხული იქ ვიყავი და ვიდეოებსაც ვიღებდი და იცით თქვენ. ეხლა უკვე დაცხა და მათეს ვეუბნები, რომ წავიდეთ მეთქი და წარმოიდგინე, არ მომდევს. ბავშვებს საერთოდ არ უნდათ იქით გახედება. მე შეიძლება კიდე ეხლა იქ გავიზარდე და მიყვარს.
ვერ გეტყვით ახლა რომ ხიდისთავი ეგრე მიყვარდა, როგორც ჩემი სოფელი, მე სადაც გავიზარდე. ძალიან მიყვარს. მშობლებიც იქ მყავს. ყოველდღე კი ურეკავ დედას, მაგრამ და ვკითხულობ ყველას აბსოლუტურად, მაგრამ მაინც ხო ჩავალ, აუცილებლად ჩავალ, ახლა კიდე უფრო დაცხება და აქ ალბათ გაუზაძლისი იქნება რო გაჩერდ. სოფელი თუ მომენატრება, არ მომენატრება, იმიტომ რომ სოფელი გვაქვს ჩვენ და შემიძლია ჩავიდე და დავრჩე. მე იქ ვცხოვრობ, სადაც უნდა ვცხოვრობდი გოგოები. დიდი ამბავი. არავინ არ დამძრახავს, რომ გადავიდე სოფელში. იმიტომ რომ იქ გავიზარდე და ახლა ყველა იტყვის, რომ ვერ გავცვლო და უშват და წავიდე. და რო გავყიდო ეს სახლი, ძალიან კარგ სახლს ვიყიდი მე სოფელში. და შემიძლია გადავიდე და აწყობილი უბრალოდ დავიწყო ცხოვრება და ვიცხოვრო. მაგრამ მთელი გულწრფელობით გეუბნებით, გოგოებო, რაც მინდა ახლა მტკიცებები. არ მაქვს ამის სურვილი. არ მინდა უკან დაბრუნება. შეიძლება მომინდეს, არ ვიცი, 60 წლის რო გავხდები. ვნახოთ. იქნებ ვეღარც გავძლო აქ და მომინდეს. სოფელში წასვლა. გუშინ მათე რომ ყავდა დაბლა ჩაყვანილი, ბებიები იყვნენ რა, გამოსული ბავშვებთან და ყურადღებას აქცევდნენ. მშობლები ძირითადად მუშაობენ და ბებიები იყვნენ. და ეს ქალები მშვენივრად ცხოვრობენ აქ. შეიძლება 60 წლისაც გავხდე და არ მომინდეს, არ ვიცი. მაგრამ შეიძლება მომინდეს. თუ მომინდება, წავალ და ვიცხოვრებ მე სოფელში. მე არავისი არ მერიდება, არ მცხვენია. თორე იმ სახს არ გავყიდიდი და არ წამოვიდოდი, იმიტომ რომ მართლა აწყობილი ვიყავი იქ და თქვენ იცით ვიდეოები რო ჩართოთ, ნახოთ, აბსოლუტურად ერთი ოთახი მქონდა, უბრალოდ ლამინატი იყო და დასაგები რა და შპალიერი ჩამოსაყრელი მორჩა. მაგრამ რაღაცეების გამო გავაკეთე მე ეს. და მე ამ საქმეებს ყველაფერს ბოლომდე მივიყვან. მართლა ძლიერი ვარ. შინაგანად ძალიან დიდი ძალა მაქვს, რომ აი ესეთ პირობებში ვცხოვრობ უკვე. ძალიან დიდი დროც არ არის, ჩემზე უფრო ძლიერებიც არიან. გოგოები მეუბნებიან, რომ 9 წელია რემონტში ვართ, 10 წელია რემონტში ვართ და 15 წელია რემონტში ვართ. არ არის ეს ადვილი. რთულია. რთულ პროცესს გავდივარ, მაგრამ უკან დაბრუნება არ მინდა. ნამდვილად. იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება 5 წელი გავიდეს და კიდევ ძალიან მომწყინდეს ისევ სოფელი. და აქ არ მომწყინდება. და სოფელი თუ მომენატრება, სოფელი გვაქვს. ბოსტანიც არის იქ და ყველაფერი. ეს
ჩემ დაწყებულ საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. ახალგაზრდები ვართ ჯერ და ყველაფერი არის წინ. აუცილებლად რაც მაქვს გულში ჩანაფიქრი, მიზნები, გეგმები ყველაფერი კარგად იქნება გოგო. კი რთულია. ვაღიარებ, მე მაგას არ ვამბობ, რომ ძალიან ეხლა რომ თქვა, ყველა ხედავს ხო, რომ რთულ პერიოდს გავდივარ ძალიან. მიჭირს. ამ პერიოდის გავლა მიჭირს. ადვილი არ არის. მაგრამ გავივლი. აუცილებლად გავივლი. მადლობა ყველას, ვინც აი ამ რთულ პერიოდში ჩემ გვერდით ხართ. მიყვარხართ ძალიან. ამას არ დავივიწყებ არასოდეს. მადლობა თვითოეულ თქვენგანს, თვითოეული კომენტარისთვის გოგოებო. ზოგს ვშლი, ზოგს არც ვკითხულობ, ზოგს ვკითხულობ და ისე ვშლი. მაგრამ ძალიან ბევრს ვაქვეყნებ. არაფერს არ გიმარავთ. რა ეტაპზეც ვარ, იმას გეუბნებით. ყველა კომენტარის გამოქვეყნება არ შემიძლია ჯერ და ვერ ვაქვეყნებ. ხო, რაღაც თქმა მიდოთ, მაგრამ თავში შევიკავებ. მაინც არ იმალება არაფერი. მე რომს არ გამოვაქვეყნო. ესეთია ცხოვრება, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა მიცის ვინ რა არის. ყველა ადამიანი ვიცით და ჩანს. კოცნით და